სწორი იქნებოდა მე მგონი გვეთქვა რომ გვიხარო და ისრაელში დაბრუნება. დაიწყო ირანთან ომი. ზე არ არის. როგორ ცხოვრობთ ისრაელში ომის დროს? იმდენი ხალხი იყო. არ ვიცი, გადავსებული მართლა ძლივს შევეტიეთ და ვაუ, საშინელება იყო. გამარჯობა მეგობრებო. როგორც ხედავთ, დავბრუნდით ისრაელში ჩვენი არაჩვეულებრივი მოგზაურობის შემდეგ. ვიმოგზავრეთ იაპონიასა და კორეაში. ხო და ვისაც არ გინახავთ ჩემი ვლოგები, აუცილებლად ნახეთ. ძალიან კარგი იყო, კარგი დრო გავატარეთ, ძალიან ვისიამოვნეთ, მაგრამ ისიც გვიხარია, რომ დავბრუნდით ისრაელში. უფრო სწორი იქნებოდა მე მგონი გვეთქვა რომ გვიხარო და ისრაელში დაბრუნება, იმიტომ რომ როგორც კი დავბრუნდით, დაახლოებით ერთ კვირაში, ძალიან მალე, ანუ დაიწყო ირანთან ომი მოგეხსენებათ, ეს უკვე გეცოდინებათ. ანამ ომი დაიწყებოდა, ერთი კვირა გქონდა დრო. რაღაცნაირად ისე დაემთხვა, რომ ძალიან კარგად გავატარეთ ეს დრო. შევხვდით ჩემს მშობლებს, შევხვდით ჩემი მეუღლის მშობლებს, ვატარეთ არაჩვეულებრივი დღეები, რომელსაც ეხლავე ნახავთ ვლოგებში. გამარჯობათ მეგობრებო, ჩვენ დავბრუნდით ისრაელში მოგეხსენებათ. დღეს გამოვედით ჩემი მეუღლის მშობლებთან ერთად სალანჩოთ. ესე იგი, ისეთი ხმამაღალი სიმღერები იყო, რომ თავი აქვთ კიდე და გამოვედით. მათო მეღეთ. მეღეთ ჩაია, კოკა ღაშ, შეაცანო ბაშოთ. არის. კენ. ნოტა მაგეთ ხო? და ეხლა ვეძებთ რამე ადგილს, რომ შვიდად დავსხდეთ და დავილაპარაკოთ. ყავაც დავლიეთ, დესერტით დავაყოლეთ და ბრუნდებით სახლში. საღამო მშვიდობისა მეგობრებო, დღეს გამოვედით მე და ორიკო, რომ შევხვდეთ ჩემს მშობლებს. ამჯერად ჩემს მშობლებს შევხვდებით, მოკლედ მშობლების კვირეული გვაქვს. ეს კვირა, დიდი ხანი ერთად არ შეკრებილ ვართ, ესე გასასვლელად, ანუ აი ესე, დიდი ხანს არ გავსულვართ არსად და როგორც იქნა ყველას გვცალია დღეს და შევხვდებით ერთმანეთს. ავტობუსიდან ჩამოვედით და ისე ციოდა, გავიყინეთ, ესე იგი ისრაელში მოკლედ ყველგან ზაფხული როგორც კი აი 23 გრადუსს როგორც კი აცდება გრადუსი საოცარი ყინვებია ყველგან, სადაც არ უნდა წახვიდე. მაღაზია, ავტობუსი, რესტორანი, კაფე, ბარი. მოვედით ჩვენ. კენ. მე დავასწარით მოსვლა. ჯერ არ მოსულან. პელოდებით. დედაჩემმა შეიძინა საათი და დღეს მოვუტანე, მე მომიტანე სამსახურში. სეიკოსია ესეც. სალამადია. მშვიდობაში. Like brother, like sister. ძალიან კარგი დრო გავატარეთ. დე აქეთ გადმოდი, აქ ისინი ველოსიპედებით მოგიდადიან. ძალიან კარგი დრო გავატარეთ, ძალიან ბევრი ვიცინეთ და ეხლა დავიშალეთ ყველა ჩვენ სახლებში. ძალიან კაი იყო.
დღეს ბევრი საქმე მაქვს სამსახურშიც, სამსახურის გარეთაც, სახლშიც მერე, მაგრამ არ ვიცი სახლში რომელსაც მოვაღწევ, იმიტომ რომ სამსახურის მერე მივდივარ ხულონში. ჩემს დაქალთან უნდა მოვინახულო და იქიდან მე დედაჩემს უნდა დავემშვიდობო, იმიტომ რომ ეხლა მოფრინავს საქართველოში და მე დაბრუნდები სახლში და არ ვიცი რა დრო დამჭირდება ამ ყველაფერში. ძალიან დაცხა ისრაელში. აი დღეს ძალიან ცხელა მაგალითად. სხვა შორის სახლში უფრო ცხელა ხოლმე ვიდრე გარეთ. წავედით ოფისში. არელი ქუჩა. წავედით მეგობრებში. ნელა ვუახლოვდები დანიშნულების ადგილს და არ მახსოვს ზუსტად მისამართი. რამდენჯერაც არ უნდა მივიდე და მომწერონ სულ მავიწყდება. ძალიან მიყვარს ეს უბანი, სხვა შორის ხულონში ძალიან სიწყნარეა და ადრე სულ პირველად რომ ჩამოვედით ისრაელში, აი ამ ქუჩის დასაწყისში ვცხოვრობდით ზუსტად. ველა მოვინახულე. ჩემი მეგობრებიც ძალიან კარგი იყო. დიდი ხანია მყავდა ნანახი გოგოები. დედასაც დავემშვიდობე. ოქტომბერში შევხვდებით მე და დედა ერთმანეთს. და ახლა მივდივარ სახლში. მოვაღწიე სახლში როგორც იქნა. დილამშვიდობის სამეგობრებო, მივემართებით პილატესისკენ, всё, მორჩა დავუბრუნდით. ჩვეულ გრაფიკს. ესე იგი, ვეძებ ერთ კონკრეტულ საპონს, რომელიც არის საუკეთესო. ხელის საპონი დაბა თუ ვნახავ. ესე იგი, მინდა კბილის პასტაც, რომელიც ეს არის რასაც ვეძებდი ის საპონი და ეხლა სხვა მაღაზიაში წავალ რომ ვნახო, იმიტომ რომ ძალიან მინდა რომ ის ვიყიდო საუკეთესოა. ისინი არ არის, მაგრამ აი ამას წავიღებ, ისიც დოქტორ ფიშერისა, ეს 3 ცალია ერთ-ერთ, მაგრამ არ არის, ასე რომ აი ამას ავიღებ. ესეც ძალიან კაია. იმედია ჩემი ხმა კარგად ისმის, იმიტომ რომ მიკროფონი არ მაქვს თან. დღეს სახლიდან მუშაობ და ამიტომ დავაბოდიალო პილატესის მერე გარეთ. და ახლა მივდივარ სახლში რომ ვიმუშაო. არაჩვეულებრივი ამინდი. დღეს ვიწყებ ტოკიოს ვლოგის დამუშავებას. იმედია მოვასწრებ შაბათამდე. და იმედია კარგი სინამდვილეში არის 6 საათი, დავასრულე მუშაობა დღეს, მუშაობის სახლიდან და აღმოჩნდა, რომ ჩემს ყურსასმენში AirPods Max, რომელიც ჩემო მეუღლემ მოჩუქა დაბადების დღეზე შარშან, მეორე მხარეს, ვისთანაც ვსაუბრობ, არ ესმის ჩემი ხმა, ისმის, მაგრამ ისმის ძალიან შორიდან. და აღმოჩნდა, ზუსტად გუშინ შევამოწმე, აღმოჩნდა, რომ გარანტია გასდის. ხვალ დავჯავშნე სასწრაფოდ რიგი ოფიციალურ წარმომადგენელთან და მივექანები იქით. მე მგონი უკვე მალე უნდა გავიქცე. ყურსასმენი დავტოვეთ და მითხრეს, რომ როგორც კი შეამოწმებდნენ და გაიგებდნენ, რაში იყო პრობლემა, მაშინვე გამაგებინებდნენ. და ესეც ჩვენი ბედნიერი დღეების დასასრული ამ ეტაპზე ოღონ. სულ არა, წინ კიდევ უფრო ბევრი ბედნიერი დღეები გველის, მაგრამ ივნისის დასაწყისისთვის ეს იყო ყველაზე ბედნიერი დღეები. დაიწყო ომი. ომი დაიწყო ძალიან მოულოდნელად, მაგრამ სანამ ომის ვლოგებზე გადავალ, რომ შესავალი გავუკეთო ზოგადად აი ამ სიტუაციას ისრაელში.
თავიდან რომ ჩამოვედი, დაახლოებით პირველი 5 წელი რაღაცა არ მახსენდება რომ ომი ყოფილიყო. შეიძლება იყო და უბრალოდ არ მახსოვს დავიწყებული მაქვს. სუსტად არ მახსოვს, მაგრამ აი რაღაცა ბოლო 5 წლის განმავლობაში განსაკუთრებით გახშირდა ომიანობა. ძალიან მინდა გითხრათ რომ მივეჩვიეთ და მივეჩვიე. ანუ რაღაც მომენტში მივეჩვიე და გეტყვით რას გულისხმობ ამაში. ანუ აღარ მეკვირს. მივიღე როგორც იქნა ის ფაქტი, რომ კი აქ არის სულ ომი, სულ იქნება და ანუ სხვა გზა არ არის. ეს არის რაც არის. ორი სიტყვით მოგიყვებით შეტყობინებების შესახებ და აი ამ სტრუქტურის შესახებ. ეს მოხდა პირველად ირანთან ომის დროს, როდესაც მივიღეთ შეტყობინებები 9 საათით ადრე, შემდეგ 10 წუთით ადრე და მერე წუთს ნახევრით ადრე. ნამდვილად მხოლოდ წუთს ნახევარი ქონდა იმისთვის, რომ აი ესე შუაღამისას წამოვხტარიყავით, ჩაგვეცვა წამოგვეღო რამე განსაკუთრებული მნიშვნელოვანი თუ გაქვს, იმიტომ რომ ხო იცით, ანუ შეიძლება რომ ეს უკანასკნელად ხარ საერთოდ სახლში და უკანასკნელად ტოვებ შენ სახლს და ხედავ საერთოდ სახლს და ასე შემდეგ. და ანუ უნდა გაიქცე თავშესაფარში თუ არ გაქვს თავშესაფარი სახლში, ანუ ესეთი ოთახებია ხოლმე, ზოგადად ეხლა უკვე ახალ აშენებულ ბინებში აკეთებენ სპეციალურ ოთახებს, რომელიც არის სულ ბეტონისგან აშენებული და საკმაოდ დაცულია რაკეტებისგან, მაგრამ არის კიდევ ორი სახის თავშესაფარი, ერთი მთლიანად კორპუსის ქვევით, არის კიდევ საზოგადოებრივი თავშესაფარი. ჩვენ არც ოთახი გვაქვს, ძველი კორპუსია, ძველი ბინაა, ასე ვთქვათ, არც ოთახი გვაქვს, არც სახლის დაბლა გვაქვს თავშესაფარი და კიდევ კარგი, მადლობა ღმერთს, რომ საზოგადოებრივი თავშესაფარი არის ზუსტად ჩვენი სახლის ქვემოთ და იმ დღეს ჩემი მეუღლეც იძახდა, რომ აქ რო გადმოვდიოდიო, არც მიფიქრია მოკეთო თავშესაფარზე და აი ესე დაემთხვა ძალიან შემთხვევით და მართლა მადლობა ღმერთს. ხო, მანამდეც ხო ყოფილა ომი, ეხლა სანამ ირანთან დაიწყებოდა წუთს ნახევარში ჩვენ მაგალითად ვერ ვასწრებდით იქ ჩასვლას. მაგრამ რაღაც მომენტში შემდეგ ეს 9 საათიანი შეტყობინებები გააუქმეს და დატოვეს მხოლოდ 10 წუთიანი და წუთს ნახევრიანი შეტყობინებები, მაგრამ 10 წუთიანიც არის იდეალური. ძალიან დიდი დროა მოკლედ იმისთვის, რომ თავი შეაფარო. რომ გითხრათ მეგობრებო, ყველაზე საშინელება არის თავშესაფარში ყოფნა. და გეტყვით რატომაც. იმიტომ რომ ყველა, აბსოლუტურად ყველა, ვინც იქ იმყოფება, ფიქრობს, რომ შემდეგი იქნება მათი სახლი, ჩვენი სახლი და პერიოდულად როცა ისმის ეს ბუმები, ეს აფეთქების ბუმები, ანუ გონია რომ ძალიან ახლოში ჩამოვარდა, მაგრამ ანუ იმსეთი ხმამაღალია და ესეთი ძლიერია, მაგრამ მე ვამბობდი კიდეც რომ ანუ აი არც კი წარმომიდგენია, ხელა ხმა ექნება ბომბს, რომელიც შეიძლება რაკეტას, რომელიც შეიძლება ჩვენთან ახლოში ჩამოვარდეს. თავშესაფარში, რა თქმა უნდა, არ იჭერდა ინტერნეტი, სიახლეებს ვიგებდით რადიოს მეშვეობით, იმიტომ რომ თავშესაფარში ვრჩებოდით 30 წუთის განმავლობაში და სანამ შეტყობინება არ მოგდიოდა რომ გამოდით, მანამდე არ გამოვდიოდით ხოლმე. საშინელება გამოვიარეთ და ზოგადად საშინელებას გავდივართ ხოლმე ომის დროს. ეს არის რაღაცა, ანუ არ ვიცი, ძალიან დიდი სტრესი, მაგრამ საბოლოო ჯამში ძალიან მიხარია რომ გადავრჩით და ცხელცხლები ვართ, იმიტომ რომ ანუ მთელი ომის განმავლობაში მეგონა რომ აი, всё, ეს არის ორჩა. ეხლა ჩვენთან დაგვიჭახებ. ომის ლოგებში პერიოდულად ვახსენებ, რომ ჩვენთან დღეს სიმშვიდე იყო. ანუ მინდა გითხრათ, რომ სიმშვიდე არ ნიშნავს, რომ არ ისროდნენ. ანუ ამ 13 დღის განმავლობაში, 12 დღის განმავლობაში მუდამ იყო სროლები და იმ მომენტში შეიძლება რომ ჩვენს ქალაქში, ჩემს სივრცეში, ცენტრში არ იყოს სროლა და რაკეტები, მაგრამ იყოს სხვა ქალაქებში და ამან შეცდომაში არ შეგიყვანოთ. მოკლედ, სულ ეს იყო, რაც მინდოდა მეთქვა, მე მგონი. და ახლა უკვე ვნახავთ ომის ვლოგები. დილამშვიდობის მეგობრებო. 1000 იგივე მქონდა დღეს. დღეს არის პარასკევი. მინდოდა ზღვაზე წასვლა, მაგრამ ვინდა გაცადა. ალბათ გაიგებდით, რომ დღეს დაიწყო ომი ირანთან. და აი ჯერ ხო ყველას ნერვები გვაქვს დაგლეჯილი, იმიტომ რომ ღამის 3 საათზე მოგვივიდა მესიჯები შეტყობინება, რომ ანუ რაღაცა ხდება და იცოდეთ. ახლობით 4:20 წუთი მე მგონი კიდე მეორე შეტყობინება მოვიდა, გიჟები წამოვხტით. სანამ შევძელი დაძინება, საერთოდ რომ დავიძინე, აი ეგ მიყვირს, მაგრამ რაღაცნაირად მოვახერხე დაძინება, იმიტომ რომ გაგიკვირდებათ. არ ვიცი გაგიკვირდებათ თუ არა, ალბათ გაგიკვირდებათ, მაგრამ მივეჩვიე უკვე აქ.
ეს ადრე რომ მიკვირდა რომ აი რანაირად იძინებენ და რაღაცა. ეხლა მე თვითონ მიძინებ ეგრე. თან ძილს არაფერი არ მირჩენია. რიგერო დიდი რიგებია მაღაზიებში და მთელი ამბებია, ხო და ხავ ნახავ აბა. ყველაფერი დაკეტილი უნდა იყოს წესით, გარდა მაღაზიებისა და აფთიაქების და პოლიკლინიკების და ნუ ესეთი დაწესებულებისა და მაგრამ ჩემი ძმა მუშაობს ჩვეულებრივად. მამა ჩემი მუშაობს და სულ მუშაობს. ნახოთ აბა. ხალხი ბევრია. ძალიან ბევრი ხალხია. ესეთი ამ დროს პარასკევებით არ არის ხოლმე. პური მინდა სხვაგან ვიყიდი პურს. ნუ ძალიან ბევრი ხალხიც არ იყო. შეიძლება 9 საათი იდგე რიგში. მაგრამ რადგან მარტო პური მინდა, სხვა მაღაზიაში ვიყიდი პურს. მაქსიმუმ გამოვაცხობ სახლში, არც ეგ არ არის პრობლემა. ცოტა ხილსაც ვიყიდი. ბალი. ამცხადად მავიწიე. დედა ჩემი გაფრინდა გუშინა იცქიბზე მოასწრო, ღამე ჩავიდა საქართველოში, თორე აეროპორტით დაკეტილია, ახლა 48 საათი თუ ესე გამოაცხადეს. იყიდე ბალი, მოცვი, ყურძენი და მანგო. ესეთი ლამაზი პური. დიდი მადლობა ირანს და ისრაელს, იმიტომ რომ დღეს სახლში ვართ, ვერცად ვერ გავდივართ, ამიტომ დავამონტაჟებ ჩემი იაპონიის ვლოგს. ვაუ, საშინელება იყო. მე მგონი თელ-ავივში ჩამოვარდა და რამადგანში ჩვენთან ორივე ძალიან ახლოს არის. ფისუნია წამოვიყვანეთ და გამოვდივართ ისევ თავშესაფარში. სულ დამყავს ხოლმე, მაგრამ ეხლა დავტოვეთ, მაგრამ გული გამისკდა, წეღან ისეთი ბათქაბუთქი იყო, ამას რო დამე დაემართოს, არ ვიცი, გავგიჟდები. მოკლედ მოგცეს საშუალება, რომ დაბრუნებულიყავით, ამოსულიყავით სახლში, თავშესაფრიდან, ველოდებით მესამე დარტყმას. იდეა ჩვენთან არაფერი არ ჩამოვარდება, იმიტომ რომ ჩვენს გარშემო ქალაქებში თელ-ავივში და რამდენში ჩამოვარდა და ეხლა ვუყურებ ტელევიზორში, მთლიანი სახლი, ასე კორპუსი დანგრეულია, ნაცარტუდად აქცია და აუცილებელია თავშესაფარში ჩასვლა მოკლედ. მომზადე პასპორტები, ჩვენი საკრედიტო ბარათები, ქეში რაც გქონდა, ჩავდე პატარა ესეთ ჩანთაში. თემით დავდივარ. რამდენადაც წაიღებ ადამიანი, ხო? მაგრამ ესეც რაღაცაა. ყოველი შემთხვევისთვის მზად უნდა იყო ადამიანი. დღეს ძილი არ ვიწერია, მეგობრებო. ეს არის მეორე დღე, რაც დაიწყო ირანთან ომი. დღეს თელი დღის განმავლობაში იყო სიწყნარე, ღამით გვესროლეს, რაღაც 2:30-ზე და მე გამთენიისას 6 საათი წუთი შეიძლება იყოს, თუ თან მახსოვს. ეხლა საღამოს არის რომელი საათი? 11 იყო დაახლოებით, რომ მოგვივიდა შეტყობინება, რომ უნდა ჩავსულიყავით ისევ ქვევით თავშესაფარში. ჩავედით, იმდენი ხალხი იყო, არ ვიცი, გადავსებული მართლა ძლივს შევეტიეთ და მე ძლივს ვიდექით, მაგრამ ეხლა უკან გამოვედით, იმიტომ რომ საბოლოო ჯამში ცენტრისკენ არაფერი არ იყო და დაბომბეს ხაიფა და ხაიფას მიმდებარე ტერიტორია. ჯერჯერობით ველოდებით მოვლენების განვითარებას. ამბობენ, რომ სადღაც 1 კვირიდან 2 კვირამდე გაგრძელდება. 3:30-ზე. დაგვიშინეს ისე. მოგან ამ ეტაპზე ძალიან გულგახეთქილი წამოხდი, არ ვიცი რატო. ალბათ ღრმას ბენზინა ძალიან. 9 საათი ვიყავით თავშესაფარში და ხე გამოვედით. მიჩანდა პასპორტების. ჩამოვარდა რამდენიმე ქალაქში. ალბათ კიდე იქნება გამთენიისას. თიამშვიდობისა. აბა მივდივარ მაღაზიაში, მედია სუპერში. იმედია, რომ იქნება რაღაცეები. და ყველაფერი არ გაზიდეს.
მოვედი და ნორმალური სიტუაცია ჯერჯერობით პური არ იყო ყოველ შემთხვევაში, აბა სხვა რაღაცების ნახოთ. ხორცი არ არის, ქათვის ფინას ვეძებდი. რძე არ არის. საერთოდ ბოსტნეულის ყველაფერი არის. შნიცელი შევწვი და გავაკეთე პასტა პომიდრის და კარაქის სოუსში. გავამატებ ბაზილიკს და დავამატებ პარმეზანი მოქსახში მაგას. ესეც ჩვენი დღევანდელი სადილი. ნამსხვრიც მინდა გამომეცხო, მაგრამ ვეღარ მოვასწარი. დღეს აღარ მახსოვს, უკვე მეოთხე დღეა, თუ მესამე დღეა ომისა, ცოტა დავიბენი. აი ხარი, რომელი საათი? მაშა. პირველისკენ, აკლია რაღაც წუთები. მოგგვიდა შეტყობინება ჩამოვედით და ველოდებით. სიგნალს. კი არა და რა ქვია აზაკა როგორ არის მე საქართველოს და არ მახსოვს. სიგნალს ხო, ჩავიდეთ და აი ჩვენი თავშეს და ბარი მომენატრა. გუში ღამე რომელსაც ჩაირთო. რომელსაც ჩაირთო. 5 წუთებზე 4 იყო ხო, მან 5 წუთები. ის დავიძინე. დღეს აბა ნახოთ რა იქნება. ნუ იმის მერე დაგვაძინეს. ხალხო, ძალიან დიდი ბოდიში, ძალიან ისე გამოვიყურები ომის გადამკიდე, თან მუშაობ და ამასობაში ჩემო ქმარმა ნახეთ რაღაცა მაჩუკა. იმიტომ დაბადების დღე მაქვს მალე. აიგა? და აი თუ რადევს ყუთში, ამას უკვე გაიგებთ შემდეგ შაბათს, ანუ ჩემი დაბადების დღის ვლოგში. ესე იგი, გუშინ არა, მაგრამ დღეს გამოვაცხე ბრაუნი. შიგნით ესეთი გამოვიდა. დიდი არაფერი. საომო ნამცხვარია მოკლედ. მაგრამ მეურვეელია. ძალიან მეთანაღრება და ძინება, იმიტომ რომ აი რომ გაგაღვიძონ და ხო ვიცი რომ გაგვაღვიძებენ აუცილებლად და დაგვიშენე. ხო. 10 წუთით ადრე გვატყობინებდნენ ხოლმე. და ეხლა ზუსტად 10 წუთში ჩამოვედით, უფრო ნაკლებში რა თქმა უნდა. ფათხით. ისე ბაზაკა. დირიშცაძე ძალიან დაგვიშინეს. აი ძალიან სულ 30-ის როდეს, მაგრამ მოხდა საავადმყოფოს ჩვენთან არა ბერშევაში. და ჩვენ ახლოსდებარე ქალაქშიც ჩამოვარდა სადღაც და არ ვიცი სად და ჩემების ქალაქშიც ჩამოვარდა სადღაც. საღამოშვიდობის მეგობრებო, დღეს 7 საათის, დილის 7 საათის მერე აღარ ყოფილა არაფერი. ეხლა არის რომელი საათი? 9 საათია, მაგრამ ეს მხოლოდ დასაწყისია. 9 საათის საღამოსი მხოლოდ დასაწყისია რაკეტების და უძილობის და ასე შემდეგ. დღეს რა გავაკეთე? დღეს დილით რო გაგვაღვიძეს უფრო სწორად, ვიფიქრე, არ მინდოდა რომ ეს ტყუილად ჩაივლო მაგ ადრე გაღვიძებას და გავისურე სავარჯიშოდ. ხო და ვარჯიში და კარგი იყო, მაგრამ აი მთელი ვარჯიშის განმავლობაში ვფიქრობდი იმაზე, რომ ეხლა სირენა არ ჩაირთოს, რომ ანუ გასარბენი არ გავხდეთ და ღმერთო დაგვასრულებინეს სესია ესე ანუ წყნარად დავშვიდეთ და მართლაც არაფერი არ ჩართულა. მაღაზიაში ვიყავი, ვიმუშავე, სახლიც დავალაგე ცოტა და აი ეხლა როგორც იქნა ცოტა
დავჯექი, ღვინო ჩამოვისხი, გუშინ საჭმელში დამჭირდა და არახან გავხსენი, ვარემ დავლებ თქო, იმიტომ რომ აფხიზელი თვალით ამ სიტუაციას ჩემმა მტერმა უყუროს. სამსახურში ძალიან გაგებით გვეკიდებიან, რა თქმა უნდა, ეკიდებიან ამ სიტუაციას. რავინ არ ეთხოვს შენგან იმას, რომ მთელი დღე კომპიუტერთან იყო მიჯაჭული და იმუშაო, იმიტომ რომ ნუ გასაგებია ხო რა სიტუაციაში ვართ და რა ხდება. თან და ასე რომ ძალიან ლობიერები არიან ჩვენს მიმართ, ახლა თან ნახევარი ვაიბერი ისრაელში, აი ესეთაც სათავო ოფისი აქ არის და ნუ გასაგებია რა თქმა უნდა ეს ყველაფერი. კი არის ხოლმე ხშირად. ომი ისრაელში და მიჩვეული ვართ ასე თუ ისე ამ სიტუაციას, მაგრამ ანუ აი ყოველთვის ძნელია მუშაობა ესეთ სიტუაციაში, ნუ ჩვენთვის პირადად ცოტა მირთულდება ხომ, იმიტომ რომ გონება გამირბის და თან ტელევიზორს საერთოდ არ ვუყურებთ ჩვენ სახლში, ანუ არ გვაქვს ჩართული, უბრალოდ სიახლეებს არ ვუსვენთ ხოლმე ძირითადად და ანუ მაგრამ აი ომის პერიოდში სულ ჩართული და დღეს უკვე აი წეღან აღარ შემიძლო სიახლეების ყურება და მეთქი ანუ აი თავი დამანებეთ და ჩავრთე რაღაც დებილობას უყურებდი Netflix-ზე და ცოტა დამავიწყდა რომ ომია მოკლედ. სხვა ისეთი არაფერი ხვალ წესით რომ მივდიოდა ჩემებთან, მაგრამ ვერ მივდივარ. არ ვიცი რა სიტუაცია იქნება, თუ ცოტა სიწყნარი იქნება წავიდე და მოვინახულო, მამა ჩემი და ჩემი დეიდაშვილები, მაგრამ ნახოთ. დროებით მეგობრებო და ნახოთ რა როგორი ღამე გველის წინ. გუშინ ღამეს ხოთაშორის დაგვაძინეს, ახლა გვეძინა დილის 7 საათამდე რა მეთქმის, ძალიან დიდი მადლობელი ვარ. მაგრამ ნახოთ დღეს რა იქნება. დილამშვიდობისა. ჩვენ გუშინ ცოტა გვეძინა, მე პირადად არ მეძინა, მაგრამ ხალხს ეძინა. მასენად ვერ დავიძინე. დილით ვიყავი პილატესზე, ვივარჯიშე და მაშინ სანამ პილატესზე წავიდოდი. დამირეკეს, რომ მოვიდაო რაღაცა, თქვენთვის გვაქვს და რაღაცა ამანათიო. ჩამოვედი დაბლა და ავიტანე და ვაიბერისგან არის ჩემი სამსახურისგან. ხო და არც კი ჩამიხედავს რა არის შიგნით, იმიტომ რომ ვერ მოვასწარი. მე პილატესზე მაგვიანდებოდა. ხო და ხა რომ ავალ სახლში. გაჩვენებთ რა გამოგვიგზავნა ჩვენმა სამსახურმა. აბა ნახოთ რა მოგვიტანეს. ორდენი. საზამთრო როგორც ხედავთ. ვაიმე დამწინია. ბანი. და მოცვი. ძალიან კარგი. ეს თან ძიმია. მადლობის სათქმელად და ჩვენს გასამხნევებლად გამოგვიგზავნეს ეს ხილი. ძალიან დიდი მადლობა Viber-ს, რომ გაგვახალისა. იდეითი ღამის 3 საათზე? შვიდობით დასრულდა. ეს ქალბატონი ვარდისფერ გალიაში ზის. და ყველა გიждდება და მეც გიждდები. ეხლა ველაპარაკე ჩემებს და აღმოჩნდა, რომ ანუ სადაც ჩემები ცხოვრობენ და ჩემი დეიდაშვილები და ჩემები, აი მაგათგან 150 მეტრში ჩამოვარდა და მთელ კორპუსს ცეცხლი უკიდია. თავარია ცოცხლები არიან. მედია ყველა ჩასული იყო ქვევით. გარეთ გამოვედი ახლა და ანუ მივდივარ ჩხლების გასაკეთებლად. და დამხვდა კიდე ესეთი ამანათი Viber-ისგან. რადგან მე და ორი ეტყობა. ორნი ვართ Viber-ის თანამშრომლები, ორივეს გამოგიგზავნეს თან წალ-წალკე. მაგარი. გათიშული ვარ აბსოლუტურად, გამოთიშული ვარ ამ სამყაროს და ზოგადად ეხლა მივდივარ ფრჩხილებზე, ახალ გოგოსთან მივდივარ, აი აქვე ჩემ მეზობლად, სადაც პილატესზე დავდივარ, ზუსტად იგივე სახლში აკეთებს ფრჩხილებს და ანუ რადგან ჩემ ელაჩკა ცხოვრობს სხვა ქალაქში, ვერ წავიდოდი ეხლა. ხო და ამიტომ ამ გოგოსთან მივდივარ პირველად და ვნახოთ თუ მოგოწონება. და აქვეა წარმოიდგინეთ. ეხლა ყია რამ ეხლა მე საჯენო 10 წუთით 5 წუთსადე გამოვდივარ. გათიშული ვარ ღამის 3 საათზე წამოგვახტუნეს. მე ისე სანამ დავიძინე თან დაახლოებით 1 საათი ჭირდება ხოლმე ამ ყველაფრის ახლა რომ მოდი შეტყობინება ჩადიხარ მე ნახევარი საათი გახარ
სანამ ავახვალ სანამ ეს თუ გადაწყობ ხოლმე 1 საათი. დავიძინე რაღაც 5 საათი. ძალიან ლამაზად გამიგეთა. დარახან გარეთ ვარ. მოდით ჩვენს თავშესაფარსაც გაჩვენებთ. გვაქვს ამ ოთახში კონდენსიონერი. კიდე ოთახია. აქაც კიდე ოთახია. აქ საბაზანოა, მაგრამ შეხედვაც არ მინდა. აქ არის საპირფარე, შემოდი აქ მაინც შევიხედები. მართ ისეთი ცუდი სიტუაცია. ჩვენ ვართ ხოლმე ძირითადად ან აი ამ ოთახში, შუაში, აქ, ან აქ. კინის კარი ერთი. და ზემოთაც კიდე ერთი კინის კარი. იმას არ ვიტავე ხოლმე. მაგრამ გვერდს. და აქ მე ვარ შეგვიძლია დილის 7:09, 5 საათიდან აქ ვართ. ავდივართ და ეგრევე მე იქნება ისე სიგნალი. აქვია მაგას. სირენა. და 2 საათია უკვე აცვართ. საათი და 25 წუთი. 35 წუთი. დილის 5 საათიდან ნეტა ბოლოა თუ კიდე ჩავალთ. იმიტომ რომ არის ლაპარაკი იმაზე, რომ ჩვენ ცეცხლის შეწყდებაა, მაგრამ არ ვიცი ზუსტად. ომი დასრულდა. 2 დღეა და 2 ღამეა უკვე ისეთ კბილად მძინავს და გვძინავს მთელს ისრაელს, რომ არ ვიცი ისე ვიხარია და ისეთი პედნიერები ვართ და ისეთი კარგია დღეს დილით გარეთ ვიყავი სავარჯიშოდ და რომ დავინახეს ჩვენი ქუჩები ისე გავსებული ხალხით და რაღაცა ძალიან გამიხარდა და რაღაცნაირად ამოვისუნთქე და ზოგადად მსოფლიოს ვუსურვებ მშვიდობას, იმიტომ რომ მშვიდობის და სიცოცხლის ფასი მართლა არაფერი არ არის ამ ქვეყანაზე. მოკლედ ეხლა უკვე კარგი ამებისკენ გადავიდეთ. ჩემი დაბადების დღე მოდის. სამწუხაროდ ბევრი ვერაფერი დავგეგმე, იმიტომ რომ მოგეხსენებათ, ომი იყო და არ ვიცოდი რა მოხდებოდა. მაგრამ რაც დავგეგმე, აუცილებლად გაგიზიარებთ, რა თქმა უნდა. და სავარაუდოდ შემდეგი ვლოგი უკვე იქნება ჩემს დაბადების დღეზე. ასე რომ, თუ არ გინდათ რომ გამოგრჩეთ ჩემი დაბადების დღის ვლოგი, აუცილებლად გამოიწერეთ ჩემი არხი.